საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ შეძლებს თუ არა ჩიხიდან გამოსვლას ქვეყანა და ვის რა როლი აკისრია საქართველოს მომავლის გადარჩენაში. თემაზე სტუმართან ძლიერი საქართველოს წევრ კახა ქორიძესთან ერთად ვსაუბრობთ. ბატონო კახა, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. ამ ბოლო დროს სამწუხაროდ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ნამდვილად ვერ გეტყვით, ალბათ მაყურებელი შეაფასებს თვითონ ძალიან ხშირად გვიწევს პოლიტიკაზე საუბარი და იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. თქვენ როგორ აფასებთ მიმდინარე მოვლენებს? საინტერესოა თქვენი შეფასება. თამულა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვისარგებლებ შემთხვევით 25 დეკემბერია ჩვენს თანამოქალაქეებს, სამოქალაქეებს, კათოლიკებს მიულოც სამშობის დღესასწაულს მშვიდობას უფერდეს საქართველოს სრულად ქვეყანაში. არაორდინარული მოცემულობაა დღეს საქართველოში. ძალიან დიდი მუხტია, არ დარჩენილა სფერო, არ დარჩენილა მიმართულება, პროტესტი არ გამოიხატა დღევანდელი ეგრეთ წოდებული მთავრობის მიმართ და მე მათ უკვე მოგიხსენებ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებად, რადგანაც თუ 2016-ში ქაღალდების მასშტაბების მიუხედავად მათ ასე თუ ისე ჰქონდათ ხარისხი ლეგიტიმაციის, თუ 2020-შიც ჰქონდათ მათ ხარისხი ლეგიტიმაციის, უნდა ვთქვათ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ისინი არიან არალეგიტიმურები, მათ არ აქვთ არც შიგა ლეგიტიმაცია, არც აქვთ საერთაშორისო აღიარება. დღეს კიდე აგერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უარყოფაც დაემატა ამ ყველაფერს. კი ბატონო, რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, EUTODIR, ჩამონათვალისია გრძელი, მაგრამ ძირითადად ეს ორგანიზაციები, რომლებიც აგვირდებიან არჩევნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩამოვიდა 4 ფაბულამდე თუ რაში გამოიხატება და რატო მოხდა ამ სიდიდის საპროტესტო მოძრაობა საქართველოში. შეიძლება თუ გითხრათ ეს 4 ფაქტორი. პირველი ეს რაზეც ჩამოყალიბდა, ეს არის აბსოლუტურად არათანაბარი პირობების შექმნა, რაც გამოიხატება სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებაში და უფრო კონკრეტულად საჯარო მოსამსახურეების და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებზე შანტაჟი და მუქანა და მოგხსენებათ ეს რაღაც დაახლოებით 1.400.000 ადამიანამდე არის საჯარო მოსამსახურეები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ერთად მიუხედავად ამ ზეწოლისა მათ შეძლეს რომ დაეშანტაჟებიათ ეს ადამიანები. მეორე ეს არის მასიურად ჩამორთმეული წინა პერიოდში პირადობის მოწმობები, რაც გამოიყენეს და შემდეგ იყო ლეგიტიმური მოთხოვნა აბსოლუტურად როგორც ოპოზიციის მხრიდან, როგორც სამოქალაქო სექტორის მხრიდან, როგორც დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ გახსნილიყო ეგრეთ წოდებული აპარატები, რაზეც ვარ ითქვეს. მეორე ეს არის როგორც პირადობების ჩამორთმევა, მასიური, რომელსაც ყונה მასიური ხასიათი. მესამე ეს არის აბსოლუტურად მონოპოლიზება საარჩევნო და სასამართლო სისტემის, აბსოლუტურად ესენი არიან უკვე ჯიბის მოსამართლეები, ჯიბის საარჩევნო CSGO და მეოთხე, რაც ჩვენ კონსტიტუციაში გვწერია და ყველა სახელმწიფოს უწერია კონსტიტუციაში საყოველთაო ფარულობის დარღვევა. ფარულობის დარღვევა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი, რითაც შეიძლება ვთქვათ თამამად და ამას აღიარებს მთელი მსოფლიო სახეზეა, რომ არჩევნები საქართველოში არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამას თავად კოცებმაც იციან ეს თავად. თუმცა ამას არავინ არ აღიარებს, ბატონო კახა. რა თქმა უნდა, არავინ არ აღიარებს და ამას ექნება თავისი შედეგები, აუცილებლად ექნება. რა შედეგები შეიძლება მოყვეს? გეტყვით, რა შედეგები შეიძლება მოყვეს? პირველი, ჩვენ ხეზე და უკვე მოყვა რომ საჯარო სექტორს ტოვებენ თანამშრომლები განცხადებებს აკეთებენ. როგორც გითხარით, უკვე არ არსებობს დარჩენილი მიმართულება, რომ პროტესტი არ გამოხატოს. ეგეთ პედაგოგები იქნებიან, სახეობები თუ წარმომადგენლები. თუმცა ბატონი კობახიძე და ბატონი მდინარეზე სახუმარო თემად აქციეს ეს თემა და ხან 1000 კაცია, ხან 300 კაცია, ხან 800 კაცი დგას. ნახეთ, თამულა ნახეთ რა ხდება. ხდება სწორია ბჭყალებში და ხებენ ასეთ დამოკიდებულებას, სისტემა ისედაც არის ზღვარზე ჩამოში ზღვარზე. ესენი ცდილობენ ამ ცხადებებით შექმნა მოსახლეობაში, რაც უკვე აღარ გამოდის და გაამაგრონ თავიანთ მხარდამჭერების, ესე ვთქვათ, სულისკვეთება, რომელიც ასევე არ გამოდით. მაგრამ სხვა შემთხვევაში, თუ ისინი ასე არ მოიქცევიან, სისტემა ისედაც არ ამყიფეს სისტემა, ისედაც ჩამოეშლება და ბუნებრივია, მიტომ ხებენ ამ განცხადებებს, თორემ
ხელახალ არჩევნებამდე აქ ხაზია გასასვლელი, არავითარი რიგითი არჩევნები, ხელახალი არჩევნები არის ჩასატარებელი, რათა ქართული ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ აღდგეს. ბატონო, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები? ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან ერთად ორი დღე აბჭობდნენ ახალ გზებზე, რა ვითარებაში უნდა ჩატარებულიყო ახალი არჩევნები, ოღონდაც 29 რიცხვამდე ელოდებოდნენ ქართული ოცნების მთავრობის პასუხს. მაგრამ ჩვენ დღეს პასუხად საზოგადოება მივიღეთ ის, რომ 29-ში მოხდება ინაუგურაცია ბატონი ყაველაშვილის, მაგრამ არსად მითითებული არ არის დრო, ცოტა არ იყოს გასაიდუმლოებულ ვითარებაში, ცოტა უცნაურ ვითარებაში, როგორც აღმოჩნდა და როგორც წინასწარ ხდება ცნობილი, არ დაესწრებიან ამ პროცესს არც ელჩებიც. ამ ყველაფრის ფონზე თქვენ გააქვთ იმედი, რომ ხელახალი არჩევნების, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება? პირველი ის, რომ ამას ატარებენ გასაიდუმლოებად, ასე მოუწევთ ყველა შეხვედრის და თათბირის და ღონისძიების ჩატარება გასაიდუმლოებად თავის ჩაკეტის სივრცეში, ეს ერთი და იმედი კი არა მაქვს. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამან უკვე შედეგი გამოიღო. ჩვენ უყურებთ, რომ უკვე 2000-მდე ბიზნესმა გააკეთა განაცხადი. თვითონ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის თათბირზე დაბარებული მათი მომხრეები ბიზნესმენები აღიარებენ, რომ ქვეყანაში გამოსავალი იქნება, აუცილებლად იქნება ახალი არჩევნები და ამას უკვე შედეგები აქვს. გარედან არალეგიტიმაციის შემთხვევაში, აი მაგალითად, ახლა მაგათ აქვს დაკიდებული ციფრი 20 იანვარი და უკვე 2 დღეა საუბრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ იქნება მათ მიმართ ლოიალური. უბრალოდ ლოიალური კი არა, იქნება ისეთი როგორცაც იმსახურებენ. როგორ გონიათ, ახლა ადამიანი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ესწრება ქელეხებში დადის ირანში, ესწრება ირანის ეროვნულ კრებებს, სადაც არის შეძახილების სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ტრამპს ამ ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ წარმომადგენლებთან ექნება ურთიერთობა. აქ არაა საუბარი ლოზუნგების დაძახებაზე, რომ სიკვდილი ეს თქვა აზრის გამოხატვა, აქ საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ ქვეყანა მთელი ამბობაში ნელ-ნელა, მაგრამ კაფიოდ გამოკვეთილად მიდიოდა რუსეთისკენ. რატომ მიდიოდა რუსეთისკენ? იმიტომ რომ კორუფციამ მიაღწია ძალიან უდიდეს მასშტაბებში. შევარდნაძის დროს არ აღვთ ესეთი კორუფცია, როგორც დღეს ხდება საქართველოში. შეიძლება ახლა თქვათ ასე დანაშაულის პრეზუმპციაზე აუბარე, მაგრამ დაახლოებით ამბობენ, რომ 600 მილიონ დოლარამდე მარტო ავტობანიდან აქვს აღებული. 600 მილიონი დოლარი ავტომანიდან აღებული და ჩვენ დღეს საზოგადოება უყურებთ აისბერგის ზედანაწილს, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, რომელიც აუცილებლად მოხდება, ჩვენ ნახავთ სრულ აისბერგს, თუ რა მასშტაბებზეა საუბარი, რა თანხებზეა საუბარი, როგორ ძარცვავდნენ ისინი ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი მომენტი, რადგანაც ისინი ასე არიან გაჯიუტებულები, რომ არ მიდიან ხელისუფლებიდან, არის ის, რომ იციან კარგად ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მოპარული თანხების დაბრუნება მოუწევთ. და მინდა იცოდეს ყველამ, რომ ეს არის ჩემი თქვენი ფული. ყოველ შემთხვევაში ასევე დავამატებ, რომ დღეს რამდენი საპროტესტო ახალგაზრდა არის გამოსული ქუჩებში, ისინი არ იბრძვიან მარტო თავისი მომავლისთვის. ისინი იბრძვიან ქოცებისთვისაც, ქოცების შვილებისთვისაც, ყველასთვის იბრძვიან. ყველას უნდა, რომ იყოს, არავის არ უნდა ჩელიაბში ყოფნა. კორუფციას, ნეპოტიზმს, განუკითხაობას ვიყავართ რუსეთში და ისინი ითმობენ ამაზე ხელს, მაგრამ მივედით იმ ზღვარამდე, რომ ამას ამ ზღვას არ გადაყლაპავს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ქართული ოცნება სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულია 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც CSCOM გამოაცხადა ეს ციფრები. უნდა ვთქვათ, რომ ქართულ ოცნებას დაახლოებით მხარდაჭერა ჰქონდა 38%-მდე, მაგრამ დანარჩენი 18% არის დაწერილი და მაგ არავინ არ შეაჩენს ამას ქართულ ოცნებას. ეს გამორიცხულია და მით უმეტეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ამიტომ ყველაფერი მიდის ლოგიკურ კი ბატონო, მივედით იქამდე, რომ უნდა შედგეს დაინიშნოს ახალი არჩევნები. მაგრამ არ ჩქარობს ის მხარე მოლაპარაკებებზე წამოსვლას მხედველობაში ქართული ოცნება მყავს. ეს ადამიანები უკვე 28 დღეა საკუთარი სურვილით და არა როგორც თქვათ პრემიერ-მინისტრი ან ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებენ, რომ ეს ამ ადამიანების მისაყვანად უზარმაზარი თანხები იხარჯება რუსთაველზე. მოდით ალბათ ყველა მიცის ვინ მიდის საკუთარი ნებით იქ და ვის რა სურვილი გამოწრავებს, მაგრამ ეს სხვა თემაა. როდემდე შეიძლება ამ ყველაფერმა ეს ყველაფერი გაგრძელდეს? კეთილი.
შეთანხმებაზე არ მოდის ის მხარე. ეს ადამიანებით განან რუსთაველზე. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყნის ეკონომიკა რამდენ ხანს გაძლებს? საქმეც მაგაში არის, რომ სწორედ ის ბიზნესი, ის დასაქმებული ადამიანები თავის ტყავზე იგრძნობენ იმ სიმწვავეს, რაც ხდება დღეს საქართველოში, რა მდგომარეობაშიც არის დღეს ქართული ეკონომიკა. შიგა პროტესტ დაემატება, რა თქმა უნდა, უკვე ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება და ამ ადამიანებს გარწმუნებთ, მოუწევთ პირადი, აი ნახეთ როგორი რაღაც არის. არ ასანქცირებენ პირადად ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ასანქცირებენ ძალოვან სტრუქტურებს. აი როცა ძალოვანი სტრუქტურები, როცა მაღალი თანამდებობის პირები, როცა კიდევ ეს სია შეიძლება კი აუცილებლად გაიზრდება, მიხვდებიან ერთ რაღაცას, რომ ამ ადამიანს საკუთარი თავის პოზიციის დაცვა არ შეუძლია, არათუ მათი მიიღებენ გადაწყვეტილებას და მე აქვე მინდა მივმართო მე ვიცი რა განწყობებია ქართულ ჯარში მე ვიცი რა განწყობები არის საჯარო სამსახურში მივმართავ რომ ადამიანებმა უნდა გააკეთონ მიეხმარონ თავს მიეხმარონ სახელმწიფოს რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე ეს შეკითხვა რომელიც ისმება ჟურნალისტების მხრიდან რამდენად როდის მივალთ აქამდე ვიცით ჩვენ მალე და ადრე გვინდა ყველაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ამ ერთი თვის განმავლობაში რაც გააკეთა ხალხმა, რაც გააკეთა ახალგაზრდობამ, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ იქნება ხელახალი არჩევნები, დაემთხვა ეს турბულენტური სიტუაცია, რომ ამერიკაში მოხდა არჩევნები, უნდა ვთქვათ და უნდა იცოდეს ყველა, რომ დღეს და უბრალოდ გუშინ კონგრესმა მიიღო ორპარტიული განცხადება დარწმუნებული ვარ სენატი მიიღებს ორპარტიულ განცხადებას დარწმუნებული ვარ რომ რესპუბლიკელი სენატორები რომელი კაბინეტიც ინიშნება შექმნიან იმპულს რომ ამათ ახლა უნდა ვთქვათ ერთი რაღაცა კიდე თამონა რომ დღეს რომ რუსეთს ჰქონდეს მყარი პოზიციები გამიჭირდებოდა ასე რაღაც პროგნოზების გაკეთება ან რაღაც ჩამოკიდებული თარიღების დასახელება მაგრამ დღეს რუსეთი არის ჩოგჯენში პუტინი არის ჩოგჯენში უნდა ვთქვათ რომ ადამიანმა სუბიექტმა რომელმაც ტრილიონი დოლარი დაზარალა უკვე თავის ხელმწიფო 100,000 ჯარისკაცი ყავს დაღუპული რუსეთს 1978 წლიდან 1999 წლამდე რუსეთმა საბჭოთა კავშირმა დაკარგა 47,000 ჯარისკაცი ავღანეთის ინტერვენცია იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რითაც მოხდა შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩამოსვლა პლუს დამატებული ნავთობზე ფასების ჩამოსვლა. 800,000 ადამიანი ყავს დაკარგული, ტრილიონი დოლარი აქვს დახარჯული. უნდა ვთქვათ ერთი რაღაც შანტაჟი აღარ გამოდის, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიცა უფლება ატაკამსების გამოყენების, შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების რა თქმა უნდა შიში ვარაუდი თვითონ კიევშიც რომ მოხდებოდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება მაგრამ ვერ გაბედა ეს ამ ადამიანმა მე კი არავის იმბავშვები მაგრამ იმ ბირთვულ ღილაკის დაჭერასაც უამრავი მექანიზმი აქვს ადამიანი რომელიც კოვიდის ვირუსს ემალება რომ ამ ხელის დაჭერას ბირთვული იარაღზე უკვე თავისივე სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს ასე რომ პარტნიორები რომლებიც ყავს ეგრეთ წოდებულ ქართულ ოცნებას და ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არიან სუსტებიან რუსეთის სახით და ირანის სახით და ჩვენი პარტნიორები იგივე დასავლეთის სახით, იგივე ევროკავშირის სახით, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების სახით აქვთ გადაწყვეტილი რომ საქართველოში მოხდეს არჩევნები, ხელახალი არჩევნები. რომელზეც ამ წუთას არანაირად არ მოდის ქართული ოცნება. კიდე ერთხელ ვიმეორებ, თამონა, ახლა ისინი უკვე კედელთან არიან და ფიქრობენ რომ არ ჩამოეშალოთ სისტემა. ჩვენ ვნახავთ რომ მომდევნო დასანქცირებული ადამიანები ხო დააწინაურეს. კი ბატონო. ხო იცით ეს ფაქტი. ანუ დასავლეთი თუ რაღაც სანქციებს ამ ადამიანების მიმართ აცხადებს, ეს ადამიანები არავის არ უებიან და იმ ადამიანებს ვინც დასანქცირდა მაღლა თანამდებობრივ თქვათ კიბეზე წინაურებენ. და რა იცვლება? ძალიან ერთხელ გავმეორდები. ეს უკვე ახალი არის ის რომ სისტემა არ ჩამოეშალოს, მაგრამ არის სუსური მცდელობა არის. ეს ყველაფერი იწელება დროში. ქართულ ოცნებას. 2025 წლის 20 იანვარს პირველივე დღეს, როცა ტრამპი
ინაუგურაცია შედგება. ტრამპი ხო საქართველოს საკითხით არ დაინტერესდება და პირველი საკითხი, რომელსაც ტრამპი განიხილავს, ხომ არ იქნება საქართველო. ანუ არ დადგება ჩვენი ქვეყნის საკითხის განხილვის დრო, ალბათ არც თუ ისე უახლოეს პერიოდში იქნება ეს, ყოველ შემთხვევისთვის იანვარში სიახლეებს ალბათ ნაკლებად უნდა მე ვფიქრობ, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების პირველ საკითხთა დღის წესრიგში დგას. პირველ საკითხად დღის წესრიგში დგას. ამ ქვეყანას ამერიკის შტატებს საქართველოში დაახლოებით $150 ინვესტიცია აქვს ჩადებული. საქართველოს ამერიკის შეერთებული პოლიტიკით დაინტერესებულია რუსეთი, რომელიც ასევე აიოლებს არ დადგეს. დაინტერესებულია რუსეთი და უკვე თქვით ესეთ, რომ რუსეთი არის ჩოგჯეში, უკრაინაში, რუსეთს მოუწევს დაზავებაზე საუბარი და ყველაფერი. მიდის, ახლა თავარია და ჩვენ ამაში აქტიურად მონაწილეობთ. ქუთაისში ჩვენ ყოველდღიურად ძირითადად იქ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ჩვენ მათ გვერდზე ვართ, მათ გვერდში ვართ. ასე რომ ეს მუხტი არ აკრება, საზოგადოება ჩამოყალიბებულია. ერთი რაღაცა ნოემბრის ბოლოს იყო რაღაც დაბნეულობა შეიძლება იყოს, გაურკვევლობა იყო, მაგრამ ბოლოს უკვე საზოგადოება მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, რომ უარესი დღის გათენების მოლოდინში ვერ შევეგუებით განთიაც, სამგანთიაც და საზოგადოება აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია, რომ ცვლილებები იყოს და ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება. მდგომარეობა არ არის რთული, მდგომარეობა რთულია, მარტივი არ არის, მაგრამ მივდივართ, რომ ვფიქრობ წელს განსხვავებული ახალი წელი გვექნება. ხო, ცოტა სევდიანი ახალი წელი გვაქვს, მაგრამ 28 დეკემბრის აქციაზე მინდა კი ბატონო რომ ვისაუბროთ. ძირითადად ეს თბილისსა და ქუთაისში თუ ყველა ქალაქში და ვიცი რომ თბილისშია, ვიცი რომ ქუთაისშია, ვიცი რომ ემზადებიან სამტრედიაში, ემზადებიან თერჯოლაში, ემზადებიან სესტაფონში, ემზადებიან ქუთაისში უკვე ჩამოყალიბებულია ლოკაციები. შეთანხმებულები ვართ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ორგანიზაციები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს არის თქვენი ცით ლოკაციები, ესე იგი ჩვენთვის არის ცნობილი რომ 28-ში 3:30 ადამიანები გალაქტიონის მუზის ძეგლთან და მე ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს რაიონის თემის თავისწარმოებელს შემოკარგებო ამაში მონაწილეობა და ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ძალიან ბევრი ადამიანი მიღებს ამაში მონაწილეობას. ბუნებრივია ჩართული ვარ ამ პროცესში და ვხებულობ თუნდაც. მე დაგემშვიდობებოდეთ ამ ჩვენი უცნაური, ძაძაბული, ყველანი თითქოს ნემსებზე ვსხედვართ, იმიტომ რომ არ ვიცით რა იქნება. ხვალ არ ვიცი როგორი დილა გათენდება, როგორი 2025 წელი გვექნება ქვეყანას მშვიდობიანი, ისევ დაძაბული. მაგრამ მაინც ყველა ბედნიერების და სიკეთის მოლოდინით ხვდებით ამ წელს და თქვენ გაქვთ საშუალება მიულოცოთ დამდეგი 2025 ჩვენ საზოგადოებას და რას უსურვებთ 2025 წელს, რა გინდათ რომ ქვეყანაში შეცვალოს ამ წელმა? რანაირი უსამართლოც არ უნდა იყოს დღევანდელი სამყარო, მიზეშედეგობრივი კავშირი მაინც არის. რაღაცა რო იწყება, ის აუცილებლად მთავრდება. მე რა თქმა უნდა ვსურვებდი და აუცილებლად მივარ ხელახალ არჩევნებამდე ხალხ თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულებს მართლაც საოცარი რამ ხდება რა. აი 12-14 წლის განმავლობაში 500 და დაპატიმრებული ადამიანი აქედან 3-იანური მოპოვება და ამ ადამიანებს ვისურვებ რომ ქართულმა ხალხმა გააკეთოს ესეთი არჩევანი რომლებიც იფიქრებენ ხალხზე, იზრუნებენ ხალხზე და არ იფიქრებენ ოჯოს სამწუხაროდ პარტიული და მრავალი აზრის. ხო, ესეთ სიღრმეებში რო წავთ ერთპარტიულ პარლამენტსაც უნდა დავემშვიდობოთ 5%-იანი ბარიერი. 4%-იანი კი ბატონო, ძალიან ბევრი სტუმარი ძლიერობაში ლელო, ანადოლიძე
მედანი, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები, ასევე სხვაგანაც მოხდა კოალიციური გაერთიანება, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ არჩევნებზე და სამართლიან არჩევნებზე, რა თქმა უნდა, პროცენტის დაწელი უნდა იყოს და ხალხის ნება უნდა იყოს გამოხატული. მე დარწმუნებული ვარ, ამ უნდა და მინდა ჩვენს მოქალაქეებს უთხრა, როგორც წყაროს წყალი ხელისუფლებები იქნება ახალი ხელისუფლების სიტუაცია. რა 29 მილიარდამდე არის ჩვენი კორუფციული გარიგებები გარწმუნებთ ერთადაც ხალხო 29 მილიარდი ერთ წელიწადში 30 მილიარდი გახდება. რომ მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე და დარწმუნებული ვარ ხალხის გვერდში დგომით დასავლეთ მეგობრების დახმარებით აუცილებლად მივახცეთ ამას. ყველას მინდა უსურო მშვიდობიანი 11 დეკემბრამდე 2 წუთიც რო იყოს დარჩენილი და საუკეთესო 2000 წელი ჩვენს ქალაქს, ჩვენ საქართველოს და მსოფლიოს. ისმინოთ ღმერთმა ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით ბატონო კახა ტელემაყურებელს კი შევახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი კახა ქორიძე. მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენ შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.